Pam pam pam. O მეგობრებო მოგესალმებით, თქვენ და ვარ საბა და არ გავჩვენოთ სამი და თქვენ მგონი უკვე როგორც გაიგეთ ჩემი ხმით თქვენ მგონი უკვე გაიგეთ რომ მე ძალიან გახარებული ვარ და თქვენ მგონი შემეკითხებით და რამ გამახარა ასე და თქვენ უბრალოდ მეგობრებო შეხედეთ ჩემს ყუთს უბრალოდ უყურეთ 3 სტაკი და 22 სუმრუდი მეგობრებო ეს ყველაფერი მე დავაგროვე როგორც ჩემი ყუთიდან ასევე ამოვიღე საიდუმლო ყუთიდან რომელშიც ვაგროვებდი და შევაგროვე 3 სტაკი და 22 სუმრიდი და ახლა მოგეთ მეგობრებო ვეძებ თუ რაში დავხარჯო მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ისეთი ვერაფერი ვერ ვნახე რომ ნორმალურად დავხარჯო ოპა მეგობრებო გესმით ვიღაცა მოვიდა მგონი ჩემთან სტუმრად მოიტაბა გავაღოთ და ვნახოთ დაბა ვინა ოგო ვის ხედავ აქა O, Saba, გავარჯობა, როგორ ხარ? როგორც მე გავიგე, შეაგროვე ფული, ხო? O, ფერმერო, შენ სულ კარგად იცი, როდის უნდა მოხვიდე. კი, მე შევაგროვე, მე ახლა მაქვს 3 სტაკი სუმრუდი წარმოიდგინე. O, Saba, მე ზუსტად ვიცი, რაზე შეგიძლია შენ დახარჯო ეს 3 სტაკი სუმრუდი ზუსტად. Так, საბა მომიყევი შენ სულ რაღაც კარგი და კრეატიული იდეები მოგივა თავში. აბა თუ შეიძლება მითხარი? მოკლედ, Saba, მე აქვე სოფელთან ახლოს, მე გავსარდე პატარა ხე. მოკეთ და 2 ხე უბრალოდ, მოკეთ და მაგ 2 ხეზე ავიშენე სახლი. ხო, შენ არ მოგესვა სახლი ხეზე მინიკრაფტში. ეს სახლი გამომივიდა ძალიან ლამაზი და ასევე ძალიან საიდუმლო. მოკლედ, თუ შენ ასე ვთქვათ გინდა, იყიდე ეს სახლი სამსტაკისოდო და მე კიდე გაჩვენებ მაგ სახლს. ძალიან ახლოს არის სოფელთან თუ რამეა. Так, окей, რაღაც უკვე დამაინტერესე, გამოის სოფელთან ახლოს. Так, კაი, ახლავე მოვიდან სამსტაკის სუმრუდს. ოპა, მეგობრებო, აი ასე გამიჩნდა 3 სტაკის სუმრუდი და წამსვე ერთ წამშივე უნდა დავხარჯო აბსოლუტურად ყველა ის სუმრუდი. ნუ პრინციპში თქვენ იცით მეგობრებო, რომ ფერმერში ზენ კი არაფერს ცუდს არ შეუნთავაზებს. Так, окей, მიდი აბა მაჩვენე ეს სახლი. Так, Saba ახლა წავყვევი მე. Так, ფერმერ თუ შეიძლება და მელოდე გაგიჟება. Так, стоп, ფერმერო, აბა ამიხსენი, ეს არის ეს სახლი ხეზე? კი, ზუსტად ეს სახლი, რომელსაც შენ ახლა ხედავ ამ 2 ხეს შორის, მე გავაკეთე ასეთი ლამაზი ხე გაიზარდა, მე აქ კიდე ცოტა დავყარე ასე ვთქვათ ბუჩქები, ცოტა გავალამაზე, გავამწვანილე უფრო მეტი და ავაშენე ასეთი ლამაზი ხე. მაგ ხე ასეთი ლამაზი ხე. მოკეთ მაგ ხეზე მე ავაშენე სახლი, მაგ სახლში არის როგორც ყუთი, გატენილი რაღაც რესურსებით, საწოლი, ფეჭი, მოკეთ ყველაფერი რომ ნორმალად იცხოვრო მაგ ხეზე. Так, მე რასაკვირველია ვიყიდი მეგობრებო, так, ახლავე ფერმერო, так, მოდი ახლავე მოგცემ ფულს. Так, აჰა. Так, ეს ერთი სტაკი. აიღე. Так, ეს მეორე. Так, და ეს მესამე აიც შეიძლება აიღე. Так, აჰა, კი, ეს არის ზუსტად 3 სტაკის სუმრუდი და ეს ხე უკვე ეს სახლი შენია. Так, მეგობრებო, მოიტახლა ვნახოთ აბა გაგიჟება რა სილამაზეა. Სანთო გითხოთ მეგობრებო, მე სულ მიყვარდა მინიკრაფტში რაღაც ასეთი შენობები, როგორიც არის მაგალითად სახლი ხეზე. გაგიჟება მეგობრებო, იცით აი ახლა აი ამ სახლმა ხეზე გამახსენა ძალიან მაგარი ისტორია. მოკეთ, ახლავე მოგიყვებით, უბრალოდ მე მინდა შევიდე. თან აქ ბუჩქებიც, ვაუ, რა მაგარი შესასვლელია. მართლა მაგონებს. მოკეთ მეგობრებო, ახლავე მოგიყვე. ბიჭ მეგობრებო შეხედრა ასე ვთქვათ თანამედროვე განათება ანუ სანთელი კი არა როგორც ჩვენ სოფელში არამედ ნორმალური ნატურა ძალიან მაგარია წიგნის თაროები ტორტი ვაუ რა მაგარია так მოეთ ყუთში ცოტა ხანში შევიხილო так მოეთაბა დავკეთო და ვაუ შეხედ ანუ შეხედ აქ ფანჯარაც კი არ სჭირდება ამ სახლს იმიტომ ეს სახლი ერთი სადღაც მგონი 90%-ით შედგება ასეთი ბუჩქებისაგან ვაუ მოგეთ მეგობრებო მე ახლა მოგიყვებით ერთი ისტორიას მოგეთ კიდე ერთი 2020 თუ 2021 წელს სადღაც ამ წლებში
მე ვთამაშობდი ასეთ თამაშს, როგორც არის Mastercraft-ი. მე ახლა ვთამაშობ მაგ თამაშს, ეგ თამაში მე მაქვს ჩემს ძველ ტელეფონზე, რომელიც მაქვს შენარჩუნებული უჯრაში, მოგეთ შეხედეთ მეგობრებო. Mastercraft-ში მე ახლა ძალიან იშვიათად შევდივარ. ანუ კი შევდივარ, მაგრამ ისახშიათ არა როგორც ადრე, მოგეთ შეხედეთ და მანდ მე ვაშენებდი ძალიან საინტერესო შენობებს. მოგეთ მეგობრებო, მე მაქვს ასეთი ვიდეოც კი გამოშვებული, რომელსაც ქვია მე ავაშენე ჩემი ყველაზე პირველი შენობები Mastercraft-დან. მგონი ასე ქვია მაგ ვიდეოს. თუ გინდათ, ნახეთ ძალიან საინტერესო გამომივიდა. მან მე მოკეთ Minecraft-ში გადმოვიტანე ჩემი ძველი შენობები Mastercraft-დან. მოკეთ 2020 თუ 2021 წელს მე ავაშენე მუქი მუხა თუ თქვენ იცით მუქი მუხა ასეთი მცენარე Minecraft-ში მუქი მუხა შეიძლება გაიზარდოს აი ამ ხელამდე მეგობრებო წარმოგიდგენთ და მოკეთ მაგ მუქ მუხაზე მე ავაშენე ყველაზე დიდი, ყველაზე მაღალი მუქი მუხა ვნახე და ეგ მუხა მეგობრებო წვდებოდა ღრუბლებამდე წარმოიდგინეთ და ავაშენე მე მაგ Mastercraft-ში ხე მაგ ხეზე მაგ მუხაზე ეგ სახლი ხეზე რა მოგეთ მეგობრებო და მან ყველაფერი დავადეკორე მოგეთ აქ მაგალითად შეხედეთ მე მქონდა ასეთი მომრგვალებული სახლი მანდ იყო სავარძელი საწოლი რაღაც ფეჩები ვერსტაკები და ასეთი რაღაცები ყვავილიც კი აქაც მეგობრებო შეხედეთ ყვავილია უბრალოდ იქ სხვანაირი ყვავილი მოგეთ მეგობრებო აი ახლა აი ამ სახლმა გამახსენა ის დრო, აუ რა მაგარი იყო. კაი, მოგეთ მეგობრებო, მე ახლა მოგიყევით ასეთი პატარა ისტორია. მოდით ახლა შევხედოთ რა არის ახლა ამ ყუთში განლაგებული. პირველს ასაც ვხედავ მეგობრებო, შეხედეთ 9 ზუმრუდი შეხედეთ. ძალიან მაგარი. 32 მეგობრებო, ასეთი ხე რომლისგანაც არის აშენებული ეს სახლი ხეზე მეგობრებო, შეხედეთ მოიტაბა. ვაუ, შეხედეთ, აი ზუსტად აი ამ ხით, შეხედეთ, აი ეს იგივე ხეა. ვაუ, რა მაგარია. და აქ მოიტაბა, ეს ძალიან კარგია, ეს ძალიან კარგია და ძალიან სასიამოვნოა. ოპა, მეგობრებო, შეხედეთ რაღაც ხმალი. ვაუ. ნუ ხლით პრინციპში არავის არ ოპა, შეხედეთ მეგობრებო, რაღაც რო. მეგობრებო, ჩვენი სოფლის რუკუ. გაგიჟება. ვაუ შეხედეთ მეგობრებო რა ლამაზად გამოიყურება ჩვენი ეს მეგობრებო ხო ეს არის ჩვენი სოფლის რუკა შეხედეთ მდინარე აი ჩემი სახლი აქ თუ ხედავთ აი ჩემი სახლი ვაუ რა გაგიზა რა ლამაზია მეგობრებო ამ რუკას მე ავცილოთ ჩამოკიდებ ჩემს სახლში ან ამ სახლში დავტოვებ 6 საზამთრო მეგობრებო წარმოგიდგენთ მალე უკვე მეგობრებო მალე უკვე ზაფხული დგება, ზაფხულს უკვე დგება საზამთროს სეზონი 12 ოქროს სტაფილო გაგიჟება მეგობრებო შეხედეთ არა მეგობრებო იცით რა მე ტყუილა არ დავხარჯე მე მეგობრებო აი ამ სახელი ხეზე მე გადავიხდიდი 5 თაგის მრუდსაც კი მეგობრებო აი სიმართლე გითხრათ მართლა მაგდენსაც კი გადავიხდიდი ხო მეგობრებო შეხედეთ ასეთი კიდე ლიმონათები და ეს არის გამოისხტუნის ლიმონათი და ეს არის გაქრობის დაგმოით მეგობრებო ორივე დავლიოთ ტაქს გემრიელია აი მეგობრებო მე უკვე ცეთ დარჩენს და გაბა ხმალი მაგალითად ხმალი მოიტაბა ვიღო და შეხედეთ მეგობრებო რა ლამაზად ჩანს ვაუ მეგობრებო ტაქ სტოპ მეტი არაფერი არ აღარ არის და ნუ всё პრინციპში მეტი არაფერი არა. ეს სურათი უფრო მომწონს. მოკეთ მეგობრებო რა მინდა გითხრათ. დღეს მე ვიყიდე ეს სახლი ხეზე ფერმერთან Minecraft-ში 3 თაგის უნდა და მეგობრებო საერთოდ ძალიან გახარებული ვარ რომ ასე დავხარჯე ჩემი ვაუ ის უმრუდები მეგობრებო შეხედეთ რა აი წარმოგიდგენთ რა სილამაზეა აი ზაფხულისთვის ეს სახლი ძალიან მაგარია მოგეთ მეგობრებო მადლობა დიდი ვინც ყურა ვიდეოს ბოლომდე თუ მოგეზრდეთ დაეკეთ მე კი ახლა წავედი მეგობრებო ახლა ვფიქრობ ნეტავი ახლა ეს და აქ რა სტოპე მეგობრებო შეხედეთ რა ხდება აქ თითქოს ასლა შემიძლია და კი არ ვიცი ეს так მეგობრებო თქვენ ეს არ დაინახეთ არ შეამჩნიეთ
გაიმგრო მე ახლა დაგეშვებებით მადლობა დიდი წვამ ვიდეოს ბოლომდე თუ მოგეზით დააიგეთ მე კი ახლა წავედი ნახვამდის